მოგესალმები კიდევ ერთხელ. მე მომდენო ნახევარფინალისტებთან ვიმყოფები ჩვენს ოთახში, ლიდერ ბეთის ოთახში. მათ გავესაუბრები, გავიგებ, აბა რა განწყობა არის ფინალის წინ. მე გავმეორდები წაგებას ამაპირებ და ვითამაშებთ ფინალში. გურამს მინდა ვკითხო, ვინ გირჩევნია მოწინააღმდეგეთ? ტატო და ნავალოვსკი თუ კედირინერი? ტატო და ნავალოვსკი რა თქმა უნდა. თქვენ რა განწყობა გაქვთ ფინალის წინ? ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვებრძოლოთ და გავიმორჩოთ. თქვენ უკვე ნახევარფინალში ხართ, რაც ძალიან კარგი შედეგია. ერთი ნაბიჯი გაკლიათ ფინალამდე. ტატო, რომელი უფრო რთული იყო? სამჯერ მოიგე მსოფლიო ჩემპიონატი თუ აქ რო გამოხვედი ნახევარფინალამდე? ძალიან რთულია მართლა, ძალიან რთულია და ტედი უნდა ერჩია თუშასაც. ჩვენთან მოგება ძალიან გაუჭირდება ტედის უფრო მარტივად და მარცხებს. კარგი, წარმატებებს გისურვებ და ჩვენ დაველოდოთ ნახევარფინალს. მეორე ნახევარფინალური წყვილის პირველი გუნდი გიორგი ნავალოვსკი და ტატო გრიგალაშვილი. ნათამაშები აქვს 5 სხვადასხვა ქვეყნის ლიგაში. საიდანაც 2 ქვეყნის ჩემპიონი გახდა. გიორგი ნავალოვსკი! სამგზის მსოფლიო ჩემპიონი. სამგზის ევროპის ჩემპიონი. ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. ორგზის მასტერსის და ორგზის გრან პრის გამარჯვებული ჯუდოკა ტატო გრიგალაშვილი. მეორე ნახევარფინალური წყვილის მეორე გუნდი გიორგი კინკლაძე და გურამ თუშიშვილი. ქართული ფეხბურთის, თბილისის დინამოს და მანჩესტერ სიტის ლეგენდა. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 50 მატჩი. გენიალური გიორგი კინკლაძე! მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატებისა და თამაშების 5 გზის გამარჯვებული, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, 2 გზის მასტერსის, 5 გზის გრანდ სლემის, 4 გზის გრან პრის გამარჯვებული ჯუდოკა გურამ თუშიშვილი. მაშასე ვიწყებთ ლიდერბოლის პირველი ისტორიული გათამაშების მეორე ნახევარფინალურ შეხვედრას. ამ ნახევარფინალურ შეხვედრაში გიორგი ნავალოვსკისა და ტატო გრიგალაშვილის წყვილი ხვდება გურამ თუშიშვილისა და გიორგი კინკლაძის წვილს. დაიწყო შეხვედრა, პირველი ბურთი არის იმის გამოსარკვევა თუ ვინ დაიწყებს ქულებზე თამაშს და ყვითლები იყვნენ ამ შემთხვევაში უკეთესები. შესაბამისად პირველად ქულაზე ჩადის გიორგი კინკლაძე, მიღებაზე იქნება გიორგი ნავალოვსკი. მიიღო ნავალამ ბურთი, ტატო გრიგალაშვილი თამაშობს თავით ბადესთან, კარგად გადააქვს ბურთი, მაგრამ აბრუნებს კარგად გიორგი კინკლაძე და ტატოს დარტყმული ცდება უკვე კორს. 1-0-ია ყვითლების სასარგებლოდ. მე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ჩვენი ტურნირის ნახევარფინალში გუნდები უკვე 15 ქულამდე თამაშობენ, განსხვავებით ჯგუფური ეტაპისა, სადაც 11-მდე იყო შეხვედრები. ხედავთ როგორი მობილიზებულები არიან წყვილები, მიდის გარჩევები, რაღაც კომბინაციების დახაზვები გონებაში. აქ იგერიებდა ნავალოვსკი ტატოს უნდა ეთამაშა აქ ბადესთან თავით, რადგან არ შეიძლება მიმღებმა რომ პირდაპირ გადააგდოს ბურთი და შესაბამისად ქულა ყვითლების 2-0 ანგარიში. აქ თამაშობს უკვე ტატო ბადესთან, გურამ თუშიშვილი და თუშიშვილის დარტყმული უკვე ძალიან ისეთ ძლიერი იყო და გადასწრა კორს და 2-1 ანგარიში ჩააწოდეს ციფრება. კინკლაძე მიიღო ბურთი, თუშიშვილმა თავით ვეღარ შეძლო გადატანა და 2-2 ათანაბდა ანგარიში, ნავალას ჩაწოდება კინკლაძე მიღებაზე. თუშიშვილი კარგად თამაშობს ბადესთან, ასე ბრუნში გადაიტანა
მეტოქის მოედანზე ბურთი. ახლა გაატარა თავით კარგად და რას აკეთებს გურამ თუჩიშვილი, შესანიშნავი დარტყმა, მაკრატელა დარტყმა და სახედავთ აგერ ჯერ ბურთი როგორ გადაიტანა ბრუნში. შემდეგ როგორ დახარა თავი და გაატარა გიორგი კინკლაძის დარტყმული. ხედავს ნავალოვსკი მოიგერია და კინკლაძის მიღება დაამუშავა ბურთი. მიაწოდა თუჩიშვილს და ხედავს თუჩიშვილის წინვალე თამაში. გადასარევი მომენტი, მეგობრებო, ხედავთ თვითონაც როგორ ეღიმება. მე როგორც ვიცი, გურამ თუჩიშვილი ბავშვობაში ფეხბურთსაც თამაშობდა და ეთქობა ეს სკილები, უნარები გადმოყვა, რასაც ძალიან კარგად იყენებს ლიდერბოლში და 3-2-ია ანგარიში. ნამდვილად ალბათ ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო ჩვენი ტურნირის. კინკლაძე ჩაწოდებაზე. ნავალოვსკი მიიღო, ტატო გრიგალაშვილი თავით კარგად თამაშობს, კლავ კინკლაძე მიღებაზე, თუჩიშვილი საკმაოდ დაძაბული შეხვედრა და სანახაობრივის როგორ ჩანს და ძალიან ზედმეტად დაძაბული გამოდგა ამ მომენტში. და მეტოქის კორზე იყო ფეხით გადასვლა, აჩვენებს საჯი გიორგი ვადაჭკორია და შესაბამისად ბურთი დარჩა ტყვითლებს. მაშასე ანგარიშია 4-2 და კლავ კინკლაძე აწვის, ნავალოვსკი ატოთავით, აქ ცოტა გაუგებრობა იყო ტყვითლების რიგებში, მაგრამ დაალაგდნენ მაინც და მოახერხეს ბურთის გადატანა. აქ ისევ რაღაც ვერ იყოფენ ბურთს ტყვითლები და ძალიან ხანგრძლივი გათამაშება და აქ შესანიშნავად თამაშობს ნავალოვსკი. წინვალე მომენტი გიორგი ნავალოვსკისგან, რომელმაც ასევე ბრუნში შეასრულა კარგი დარტყმა და 4-3 ხდება ანგარიში ტყვითლების სასარგებლოდ. აგერ ხედავთ, ჯერ ტატომ გადმოიტანა თავით კარგად, ისე უგდებდა ბურთს, სხვათა შორის რომ უკვე ვეღარ არჩევდნენ ხოლმე თუჩიშვილი თუ კინკლაძე ვის უნდა ეთამაშა ამ ბურთზე. აი ხედავთ, მე კინკლაძის ტუჩების მოძრაობით მიუხვდით ამას და აქ უკვე ნავალოვსკის შესანიშნავი თამაში აიგდო ბურთი და ძალიან კარგად ჩააგდო უკვე მეტოქის ნახევარს. 4-3 ანგარიში და გიორგი ნავალოვსკი ჩაარაზღებდა ბურთს გიორგი კინკლაძე. ნავალოვსკი აწვდის, ხაზზე იყო ბურთი, თუჩიშვილი ბადესთან კარგად თამაშობს ფეხით. კარგად გადმოაქვს ნავალოვსკის და უკვე ძალიან ისე უხერხულ სიტუაციაში მიიღო გურამა ბურთი და შესაბამისად 4-4 გახდა ანგარიში. ტიტლები ჩაწოდებაზე, კინკლაძე მიღებაზე, თუჩიშვილი არტო გრიგალაშვილი ჩაერთო თამაში, ნავალოვსკის თავი დარტყმა და ვეღარ მიუსწრო კინკლაძემ და დაწინაურდნენ ტიტლები ზედიზედ 3 ბურთი მათ ანგარიშზე. აი გამეორებით ხედავთ ახლა ამ მომენტს. არ უშვებენ, ესე იგი, ორ ბურთზე წინ არ გაუშვეს ტიტლებმა, ტიტლების გუნდი და უკვე წინაც გავიდნენ პირველად ამ შეხვედრაში სხვათა შორის. აი კარგად თამაშობს ნავალოვსკი. 5-4 და აწვდიან ტიტლები. ნავალოვსკი ჩაწოდებაზე, კინკლაძე მიიღო, დაამუშავა, თუჩიშვილი თავით კარგად გადააქვს, აქ უკვე ტატო მიღებაზე. ნავალოვსკი ისევ ერთი კარგი ბრუნი, მაგრამ აქ კინკლაძე უკვე ოჩაღად დაუხვდა ბურთს და გაგრძელდა თამაში, აქ უკვე უნდა მიესწრო მესამე შეხება, აღარ შეიძლებოდა. კარგად ვერ გადააგდო გიომ გურამისკენ ეს ბურთი და კიდევ ერთი კულა წითლებს 6-4 ანგარიში. ღრმა ჩაწოდება იყო, კარგად ვეღარ დაამუშავეს ბურთი წითლებმა და 7-4. ახლა უკვე 3 კული წინ, ანუ ზედიზედ 5 ბურთი ჩააგდეს ნავალოვსკი და ტატო გრიგალაშვილმა. ნახოთ თუ აღმოჩნდება ეს მომენტი გადამწყვეტი და ძალიან კარგი თამაშია გურამ თუჩიშვილის, კიდევ ერთხელ ბადესთან შესანიშნავად თამაშობს. 7-5 ანგარიში და გურამი ჩააწვდის. ახლა ნავალოვსკი ცდილობდა აქ ტატო აწვდის ბურთს და ნავალოვსკი ცდილობდა მიღებას დადგომას, მაგრამ არ აცალეს მეტოქეებმა და ტატო მიიღო ბურთი. გადმოიტანა კინკლაძემ. ნავალოვსკი დაამუშავა ბურთი კარგად ბადესთან და ჩააგდო, საჯის აღნიშნავს რომ ბურთი კორჩი იყო და 8-5 ანგარიში, ისევ 3 კული წინ გავიდნენ ტატო გრიგალაშვილი და გიორგი ნავალოვსკი. კინკლაძე მიღებაზე, თუჩიშვილი ბადესთან კიდევ ერთხელ რა შესანიშნავი დარტყმა და ქულა ყვითლებს. კიდევ ერთხელ შესანიშნავი დარტყმა შეასრულა გურამ თუჩიშვილმა, სასწაული მომენტები აქვს ამ თამაში გურამს. ხედავთ აგერ წინვალედ თამაშობს. ძალიან ბევრჯერ შეიძლება ამ მომენტის ნახვა, ალბათ ძალიან მაგარი მომენტი იყო. 8-6 ანგარიში, ტიტლების სასარგებლოდ თუმცა უკვე ჩაწოდება აღარ გამოვიდა, მაგრამ იმდენად მაგარი მომენტები შემოგთავაზა გურამმა, რომ მე მგონი ღირდა არ აუშავს. 9-6 ანგარიში. გიორგი ნავალოვსკი აწვდის, კინკლაძე მიიღო კერდით, დაამუშავა და გურამ თუჩიშვილს ამჯერად აღარ გამოუვიდა ბადესთან
ოსტატურად თამაში და 10-6 ანგარიში. იმკლაძე უშიშვილი ბადესთან ვეღარ გადაიტანეს გული, თელა წინ გაიჭა 5 ქულით წინ გაიჭრნენ უკვე წითლები. რაც შეიძლება ნამდვილად გადამწყვეტი იყოს, იმიტომ თამაში არის 15-მდე, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, ნახოთ თუ შეძლებენ გარდატეხის შეტანას, მაგრამ აქ ნავალოვსკი ძალიან კარგად ითამაშა ისევ ბადესთან, ძალიან აგრესიულად ითამაშა და ვეღარ მოახერხა ბურთის დამუშავება გურამმა. აი ხედავთ, თავიდან კარგად გადააგდო თუშიშვილმა, მაგრამ ნავალოვსკი მიიღო და ბადესთან უკვე ძალიან აგრესიულად, თან ბადესაც შეეხო ბურთი და ამას შეუცვალა ბურთის ცოტა ალბათ მიმართულებაც და შესაბამისად ვეღარ გამოვიდა დაბრუნება. 12-6 და ესა მხრით მიიღო თუშიშვილმა ბურთი და შეეძლო კიკლაძეს რა თქმა უნდა თამაში, მაგრამ ვეღარ მიასწრო ბურთს, აღარც გაისარჯა საადვისოდ. ისევ ნავალოვსკი ჩაწოდებაზე, ისევ კიკლაძე, აქ უკვე გურამის თავური, რომელიც ასევე ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა. არა, როგორც ჩას, ჩავარდა ბურთი, როგორც საჯიანიშნებსო, ჩავარდა ბურთი. აჰა, ჩავარდნილი, კი ბატონო და მე-7 ქულა მიითვალეს კუთლებმა და ჩააწოდა გურამ თუშიშვილმა. ნავალოვსკი ბადესთან, კიკლაძის მიღება. ისევ ნავალოვსკი. თუშიშვილი თავით ბადესთან ხედავთ რა მაგარი გათამაშებაა ესეც. შეუძლია ახაც კლარას მიღება თუშიშვილს. ატო გრიგალაშვილი თამაშობს მის პირისპირ და ნავალოვსკი ვეღარ მიუსწრო ბურთს და კიდევ ერთი ქულით შეამცირეს სხვაობა კუთლებმა. ძალიან სანახაობრივი თამაშია, მეგობრებო, ძალიან სანახაობრივი. ნამდვილად ერთი სიამოვნება არის ამ თამაშის ყურება. გურამ თუშიშვილი აწვდის ატო გრიგალაშვილი მიღებაზე. ხედავთ რა კარგად თამაშობენ ჩვენი არაფეხბურთელები. ეხა ტატო ისა ნავალოვსკი აღარაცალა ტატოს თამაში და დაიკარგა ეს ქულად, კიდევ ერთი ქულით შემცირდა სხვაობა. ძალიან მართლა ძალიან გამორჩეული თამაშია. არ ვიცი როგორი იქნება ფინალი, მაგრამ ნამდვილად ფინალსაც რო დაამშვენებ და ისე თამაში და კიდევ ერთი ქულა მოაქვს გურამ თუშიშვილს თავისი გუნდისთვის და კიდევ ამცირებს სხვაობას. შეიძლება ძალიან დაეძაბოს ბოლოსკენ ეს მატჩი, საკმაოდ ღრმა ჩაწოდება, მაგრამ მიიღო ტატომ დაამუშავა და ნავალას კარგად უპასა, ნავალა თამაშობს, მაგრამ ზედმეტად ძლიერი იყო ეს დარტყმული და კიდევ ერთი ქულა კუთლებს. ზედიზედ მე რამდენი ქულა აიღეს, ხედავთ აქ რაღაცას თათბირობენ. მე მგონი რომ ისევ უნდა გააგრძელონ, არაფრის შეცვლა არ არის საჭირო, იმიტომ რომ როგორც ხედავთ ბოლო ქულები ზედიზედ კუთლებს ერგოთ, გურამ თუშიშვილი აწვდის. ატო გრიგალაშვილმა მიიღო და ამუშავა ნავალაბადესთან ზედმეტი შეხება და ისევ კუთლების არის ბურთი და რა ხდება, მოკლედ საიდან აკამბექებენ კუთლები ამ შეხვედრას. ცოტა უკვე ისეთი რთული წარმოსადგენი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ როგორც ჩანს აქ მე მგონი ბადეს შეეხო თუ არ ვწდები, ნახოთ რა გადაწყდება. საჯები თათბირობენ და ბადეს შეეხო ბურთი თავიდან ჩააწვდის გურამ თუშიშვილი, როგორც ვიყავ. ასე გურამი ჩაწოდებაზე და ტატო მიღებაზე. მიღო ბურთი ნავალოვსკი თავით ვერ გადააქვს და გათანაბრდა ანგარიში, გათანაბრდა. სასწაული პირდაპირ თუ არ ვწდები ზედიზედ 7 ქულა მოიპოვეს კუთლებმა. და სასწაულის სხვაობა ამოქაჩეს. 13 ანგარიში გურამ თუშიშვილი აწვდის ისევ ძალიან მაგრად წაუვიდა ჩაწოდებები, ნავალოვსკის ამჯერად კარგად გადააქვს ბურთი, თუშიშვილი თამაშობს თავით და ძალიან ოსტატურად, ეშმაკურად ითამაშა გიორგი ნავალოვსკი და მატჩბოლიც მოიპოვა, 14-13 გახდა ანგარიში. ჯერ არ აძლევენ ბურთს გურამი და გიომეტოქეს, თათბირობენ რაღაცას შემდეგი მიღებისთვის. და ჩააწვის გიორგი ნავალოვსკი, იქამდე ვნახოთ გამეორება. ხედავთ როგორი მობილიზებულები არიან ჩვენი სპორტსმენები და ნავალოვსკის თაური, თუშიშვილის თაური და აი აქ ითამაშა ძალიან ოსტატურად. აი ხედავთ როგორ ტერფის და ნაწილი ძალიან კარგად ტერფით, ძალიან კარგად ითამაშა ნავალოვსკი. და ვნახოთ მატჩბოლი 14-13 და კიკლაძე ცუდად მიიღო ბურთი. ვერ მიიღო ბურთი კარგად გიორგი კიკლაძემ, არ ვიცი რა სერჩის ახლა მეტო გეგულს. როგორც ჩანს გიო ითხოვდა რომ ბურთივა დაეგდო და ისე დაერტყა ნავალოვსკის, აჰა კი ბატონო.
და პირდაპირ ხელიდან ჩააწოდაო და კარგი დათანხმდა ალბათ საჯების და მეტოქე გუნდის დააგდო ჩააწოდა ქიქლაძე მიიღო თუშიშვილი თავით ბადესთან ნავალოვსკი თამაშობს კარგად გურამი მიღებაზე და ვეღარ ახერხებს ბურთის გადატანას ბადეს ხდება ბურთი და მაინც წითლები იგებენ ძალიან გახარებულია კატო გრიგალაშვილის და გიორგი ნავალოვსკის ხედავთ ახლა ვატსახებს ძალიან მაგარი თამაში ნახეთ მეგობრებო და ფინალში გავიდნენ ტატო და ნავალა სადაც შეხვდებიან დემეს და ლაშა გურულის წვირს ჩვენ გამეორებით ვნახოთ კიდევ კადრები გარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი ფინალი გველის გიორგი, ბევრი ლიგაში გითამაშია, ბევრი ქვეყანა მოიარა. რომელი უფრო რთული ლიგა იყო? ლიდერბოლის თუ იმ ქვეყნების სადაც თამაშობდი? არა, ლიდერბოლის რა თქმა უნდა. თან ისეთი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომ ჩვენთვის უკვე მისია შესრულებულია. ფინალში გავედით დავამარცხეთ კინკლაძეს და თუშა და აწი უკვე ტატო, შენ რა მოლოდინი გაქვს ფინალის? საკმაოდ რთული მეტოქე გელოდებათ, ხო? პირველი შეხვედრა დავმარცხეთ მაგათთან, მაგრამ ბრძოლა და მგონი ვიხილავთ ამაგარ ფინალს. სამწუხაროდ გიორგი კინკლაძე და გურამ თუთიშვილს უნდა დავემშვიდობო, თუმცა მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გურამ, თავარი ჰაილაითი შენია. მე ვფიქრობ, რომ სადღაც ჩუმად დადიოდი გრეხეთბოლზე ამ ფეხბურთსა და არ გვეუბნები, არა? არა, ისევ იოს დამსახურებაა დღევანდელი ჩემი თამაში, ბიჭებს წარმატებები, ძალიან მაგარი პროექტია და რა ვიცი, მე პირადად ძალიან ვისიამოვნე. გიო, შენ როგორ შეაფასებ ამ ტურნირს და ტური ძალიან მაგრად შევამასებ, ძალიან კარგი იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გაასრო და არ უნდა თქვა ფინალში ვარ, წარმატებები მინდა უსურვო ბიჭებს და ჩემი აზრით მოიგებენ. გურამის კიდევ ერთი გადასტურებ. პატივისცემას, სიყვარულს, რომ ესეთი მაგარი სპორტსმენი გყავს და ფეხბურთშიც ჩემი აზრით რომ მოვემზადოთ, მე მგონი ფინალს მოვიგებთ. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ დაველოდოთ ფინალისტებს და რა თქმა უნდა, ფინალს.